პირდაპირ თქვათ ახლა რა, რომ საქართველოს არის ჩვენ ვართ 3 მილიონ, რა ვიცი, 700 თუ 3 მილიონ 900,000 ადამიანი ცხოვრობთ აქ. არა ყავს როგორ თქვი, მოკავშირე რომ ძალა დაუშვათ არ მოვიდა. ამ დროს ვიღაცები გამოდიან საჯარო სივრცეში და პირდაპირ ესე გაი როგორ თქვა ახლა ეს პირდაპირ დაღუპვის დანასკლესავენ თუ კიდევ ხელს ჭრიან რა პირდაპირ ის არის იმიტომ რომ ახლა ერთი წუთი წარმოვიდგინოთ ჩვენი გარემოცვა წარმოვიდგინოთ ხო და აქ შენ რო აღვივებ ახლა რელიგიურ შუხს ეს ახლა საწერი ეს ხო ასეთ ადამიანს არც თავის თავზე ხო არ ფიქრობს და არ ფიქრობს არ შვილებზე არ ფიქრობს არ ბავშვებზე არ ფიქრობს და ეს იმ პირობებში რომ ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს მაგნიშით გენოციდები კაცო ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს კაცო მთელი აფრიკაში გენოციდი მიმდინარეობს სირიაში გენოციდი მაგნიში ლივიაში სად აღარ არის ესა ხო ყოველ დღე ისე როცა მოუნდება ცხადია თორე ეს განუწყვეტლივ მიმდინარეობს და ღვთისმწყალობით აქ რაღაცნაირად აქ მანევრი მიმდინარეობს რაღაც არ მოხდეს ეგეთი და ვიღაცები გამოდიან აქ რაღაც ვითომ პატრიოტები და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ თან პატრიარქზე უფრო დიდი პატრიარქები გამოდიან ხო და ეს კიდევ ერთხელ ვამბობ მე არ მოუწოდებ რომ დაუშვათ ახლა ის ქუსლები დავაჭრათ ვინმეს მაგრამ რო ხარ ეს რა ქვია უშუალობის და უსაფრთხოების სამსახური და ხედავ რომ ახლა მიზანმიმართულად ადამიანი ურტყავს იმ წერტილს რომელიც შეიძლება გადაიზა იმას რა ქვია ანთებს განუწყვეტლივ ასანს და აგერ დენტის კასრი გაქვს რა უფლებით იმაშვები შენ რა გასაუბრებას ვერ ჩაატარებ დაუშვათ ეს უსაფრთხოების სამსახური მართავს უკვე ამძალებსაც რაღაცა მიზნიდან გამომდინარე. რა თუ მართავს რა მიზნით მართავს? მაგასაც ვერ გამოვრიცხავთ, სოსო, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ახლა ლილუაშვილი აღმოჩნდა რომ მართავდა თურმე TV პირველს, ფორმულას, მთავარ არხს, ათ აფინანსებდა მათ და ასე შემდეგ. რა მიზნით დამართა? რა ვიცი რა მიზანი აქვს. ხო არ ვიცი რა მიზანი აქვს. რა დავალეს რა იცი? ხო არ ვიცი. არა ეს ამიტომ საზოგადოებრივი აზრი ეს უნდა იქნებოდეს მუდმივად ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი რომ შეუძლებელი გახდეს გამოდის ვეღარ ლაპარაკობს ახლა და აჩვენებენ იმითი ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვიდეოებს რომელიც ახლა ადამიანი ყველა ხო არ იცის კაცო ან დაუშვათ ცალკეულ ფაქტებს და ამას ექსტრაპოლირებას უკეთებენ და ფაქტურად პირდაპირ საფრთხის წინაშე გაყენებენ და რატო რისი გულისხმობ დაგაყენონ ასეთ საფრთხის წინაშე როცა დაუშვათ მან ელემენტარულად დაღუპოს შეიძლება ხო საერთოდ ეს გააქროს ეს ქვეყანა რუკინან და ეს ხალხი ხო რომელიც ახლა საუკუნეების განმავლობაში ძლივ შეგვინარჩუნებია ხო რა უფლებით და შენ რა უფლებით აძლევ ამის საშუალებას კაცო რა ბარაში გიხდიან იმ ხელფას რა თქმა უნდა საერთოდ ჩვენმა ტელემაყურებლებმა რადიო